ნოქალაქევში უძველეს ისტორიულ გარემოში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ფორუმზე შეეხე ისტორიას შეიკრიბნენ. ღონისძიება კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას, დაცვასა და ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას მიეძღვნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით გამართული ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ დევნილი ახალგაზრდების გაძლიერებას, რომლებიც საკუთარ ფესვებს მეხსიერებაში ატარებენ და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას გრძნობენ. ფორუმში აფხაზეთის საჯარო სკოლების 80-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათ არა მხოლოდ ლექციები მოისმინეს, არამედ უშუალოდ ჩაერთვნენ იმიტაციურ სავარჯიშოებში. როგორ უნდა დაიცვან საგანგებო სიტუაციებში არქეოლოგიური ძეგლები და მოძრავი კულტურული ობიექტები. ვიმყოფებით ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმის ნაკრძალში, სადაც აფხაზეთიდან 80-მდე დევნილ ახალგაზრდას ჩაუტარდათ ღონისძიება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა სტატუსის გაცნობის შესახებ. ამ ღონისძიებით იძენენ თვისებას, რომელიც ხელშეუწყობს მათ და გააცნობს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსს და მათ შენარჩუნებას, მათ მოულაპატრონობას. გავაცანი კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაციის პროცედურები, თუ რა პროცედურები იყო საჭირო, განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი, რადგან უკეთესად მოახერხონ დაცვა საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისა. ძალიან საინტერესო იყო, ჩაგვეტადა როგორც ლექციები, ასევე პრაქტიკული სამუშაოც. ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო მაინც პრაქტიკული სამუშაო იყო, იმიტომ რომ გავიგეთ უამრავი ინფორმაცია, რომელსაც ვერ გავიგებთ წიგნებიდან. ჩემთვის იყო ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება, თითქოს ძველ კულტურას ხელით შევეხედა. ძალიან საინტერესო იყო და ასევე მომხრე ვიქნები იმისა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა ეს ყველაფერი, რადგან დღევანდელი რეალობისთვის ჩემი და თუნდაც ჩემზე უფროსი, ჩემზე პატარა ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ესეთი რაღაცები, რადგან ეს მათ გონებრივ შესაძლებლობებს წინ წაწევს. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და ჩვენი კულტურის მცველები. ამ სიტყვებით მიმართა ახალგაზრდებს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა. ბექაღვაჩლიანმა ღონისძიებაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ პასუხისმგებლობის განცდასაც უნერგავს საკუთარი ისტორიის მიმართ. დღის ბოლოს ფორუმის მონაწილეები და ფოტოკონკურსის ამბის გზავნილი გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ყურადღებას ვამახვილებთ აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე, მაგრამ ზოგადად მინდა რომ ბავშვები უფრო ახლოს გაეცნონ თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიას და ამიტომაც ეს ფორუმი, რომელსაც ქვია შეეხე ისტორიას, სწორედ აი ამისთვის იყო გამიზნული. ძალიან საინტერესო იყო ბავშვებსაც, მართლა შეიძლება ითქვას, რომ შეეხნენ ისტორიას, იმიტომ რომ გარდა თეორიული ნაწილისა, ღონისძიება დატვირთული იყო პრაქტიკული ნაწილითაც, სადაც ბავშვები უშუალოდ მონაწილეობდნენ ყველა აქტივობაში. იმდენად დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ფორუმს, რომ აუცილებლად ეს ფორუმი გაგრძელდება მომავალი წლისთვის. ფორუმმა შეეხე ისტორიას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის. პროექტი მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას და მოტივაციას, აქტიურად იყვნენ ჩართულნი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.